აი ამ კულტურის პირიქით შეწოდება საჯამოში კვირკვაიას გამოაქვს დაარტყმა და არინა სიდნიკავამ აუღებელი დაუყო გახურდა აქ ელიტას კარი უსოს ცენტრალურმა მცველმა 0-1 სწრაფი გოლი მაინც გაუშვა ელიტამ კვირკვაიამ კი მოიგერია ბურთი თუმცა იქ სწორედ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს მოყვა გოლი ესეც კარგად გვახსოვს ბორაზანჩი და აი მეორე გოლიც ზეჰრამაც თავისი გაიტანა ლეგიონერების გოლებით ნიკელუსო უკვე კომფორტული სხვაობით იგებს ორი გოლი კუთხურს მოყვა აქ ბორაზანჩიმ კარგად ჩაკეტა კუთხე და ბორაზანჩის გოლებით იგებს ნიკელუსო ძალიან დამაჯერებლად აქ სანტოსის ეს პასი ძალიან კარგი იყო ბაქრაძე იქნება მესამე კი ბატონო 0-3 უკვე დიდია შანსი იმისა რომ დღესვე გამოვლინდეს საქართველოს ჩემპიონი და ეს იქნება ნიკელუსო ხლა პირველ ტაიმშიც დაფიქსირდა ისეთი სხვაობა რომ გუნდმა თავისუფლება მისცეს და ნაადრევად იზეიმოს ჩემპიონობა და უნდა ბაქრაძემაც თავისი გოლი გაიტანა დარტყმა კარის მიმართულებით კიდევ ერთი გოლი გავიდა თავისი გოლი გაიტანა გაბრიელე და სილვა სანტოსმაც საკმაოდ რთული პოზიციიდან ხაჭაპურიძემ კი მიარტყა ხელები ბურთს თუმცა გუნდის გადაჭრა ვეღარ მოახერხა 0-4 და აქ როგორც თქვით რეირა დარტყმა კარის მიმართულებით და აი დუბლით შედგა და ბაქრაძემ კიდევ ერთი გოლი გაუტანა ელიტას და უკვე 0-5 ხდება ანგარიში ალბათ შორს არის ლუკ პასი ეგრეთ წოდებული არ გავიდა ზოგადად დარჩაბერიძე ეპიზოდში ნარსია და ეს გოლი ჩათვლილი იქნება რა თქმა უნდა მაინც მოახერხა ნარსიამ თავისი გოლის გატანა აქ თაბაგარს კი გაუარდა ბურთი ხელიდან ვერ გაამაგრა თუმცა მისი დადანაშაულება ძალიან რთულია საკმაოდ ახლოდან ურტყამ ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა შედგა და აი გავიდა გოლი ბორაზანჩიც ხდება დუბლის ავტორი ბაქრაძის მსგავსად და 0-7 მაინც შეიცვალა